უცბად აღმოჩნდი ჩემს სხეულზე. ეს ყველაფერი გააზრებულად გახსოვთ? ჩვენ ჩავთეთ თვითგანადგურების კოდი. კარტელები. არ შეიძლება ლიბერალური მიდგომა. ფულის გამო დავკარგეთ ბევრი რამ. სათამაშო გავხადეს. ხო უნდა მივხვდეთ იმას, რომ გადაშენების პირას. იმას შემსრულებელი უნდა. იმას ყვარა უნდა, იმას ვის უნდა, ძალიან გამიჭირდა. ჩემი ძმის გარდაცვალება. რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი? მეფესავით პოდკასტი. მოგესალმებით, ვიწყებთ მეფესავით პოდკასტის მეორე ეპიზოდის ჩაწერას და დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია მეფესავით მსახიობი, მეფესავით პიროვნება და ძალიან კარგი ადამიანი ბატონი დავით თვალიშვილი. გამარჯობა ბატონო დავით, როგორ ბრძანდებით? მოგესალმებით, ჩემო მადლობ, ჩემო კარგო, მინდა წარმატება გისურვოთ ამ ახალ დაწყებულ საქმეში და აბა თქვენიცით. უღრმესი რა გამოგვივა ნახოთ. უღრმესი მოგესალმებული ვარ, კაი გამოგვივა, მოგესალმებით, მადლობა რომ მობრძანით. ბატონო დავით, პირველი დავიწყებთ იქიდან, რომ პირველმა სტუმარმა დაგიბარათ კითხვა როგორ ხართ? გიორგი სარდალაშვილმა, ჯუდოისტმა, მსოფლიო ჩემპიონი. კაი ყმაწვილი, დიდებული და ესა გამახარე კაცი. თავის როგორ გამოძრა იმ ბოლო წამებზე და რა შედეგი დაგვიდო და ამიტომ გიორგი მადლობა და წარმატებები შენ ჩემო კარგო. მადლობა მოკითხვისთვის. ვარ რა, ბევრულად. ისე ხანას. ჩვეულებრივ სპექტაკლებში ისე ძველებურად ცხოვრებისეული რუტინა ასე შემდეგ. ახლა ძმაკ სპექტაკლები დაიწყო უკვე. დაადგა საშველი და მანამდე თამაშობდით რაღაც 12 თვე იყო ამ საახალწლო გაგზელდა მარტამდე და ვითამაშეც. მოდით ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული თემით დავიწყოთ საუბარი. ცხელი ძაღლით. ეხ ცხელი ძაღლი არის სერიალი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ესე რომ ვთქვათ. ელოდით, როდესაც ამ სერიალს იღებდით, ასეთი რეაქცია რომ მოყვებოდა და ასეთი რეზონანსული გახდებოდა და დღესაც ასეთი აქტუალური იქნებოდა მაშინდელი თემები. პირველი არა, ამაზე ახლა არც ფიქრობ რა იქნება მე, როცა რაღაც იღებ კინოს და რა იქნება და ასეთი უნდა იყოს, არ იცი, ნუ იმას დრო აჩვენებს და დრო კარნახობს ყველაფერს და ის რაც იქ ხდება იმ ცხელ ძაღლში ხო? ეს რაღაც წინასწარმეტყველებასავით არის. წინასწარმეტყველება იყო. ეს და მე ახლა თავისთავად შესანიშნავი არტისტები, მსახიობები თამაშობენ, ჟანრი, გიორგი, ესენი ბიჭები, ხათამაძე, და უცნაურად კარგი შეიქმნა, რა ქვია, ჯგუფი, კოლექტივი ხო და მოიტანა, შედეგი მოიტანა. ახლა რო გითხრათ რომ ალიხა გადახდა იყო ისეთი რომ ფულისთვის არა ჩვენ მთელი ცხოვრება ენთუზიაზმით მუშაობდით თეატრში და კინოშიც ხო კინოში არტისტი ნატურაზეა ფიღირს ასე იყო სულ ასეა დღესაც მაგრამ ის როცა სურვილია როცა კარგი კოლექტივია ერული შეგრული რა თქმა უნდა საქმეს რო არ ეღალატების და ყველა რო ითამაშო მაინც იმ საქმეს არ უნდა უღალატო ამიტომ ღალატო საქმე კაი გამოდის. ბატონო დავით, პერსონაჟი რა გადავიდეთ, გივი ინწირველი. ვიცით რეალური ადამიანი იყო, რომელიც ლექციებს კითხულობდა. კი, დეკანი იყო, მე მგონი იურიდიული. გივი ბატონი იყო იურიდიული განყოფილების დეკანი უნივერსიტეტში. მისი შვილთან მე ზაზასთან მეგობრობდი. ხო და მე გამიხარდა თვითონ ეს სახელი და გვარი რომ თქვენ ანუ შემდეგ აღმოაჩინეთ რომ რეალურად არსებობდა თუ იცოდით მანამდე როდესაც მანამდე იცოდი ვიცნობდი ძმა შვილთან მეგობრობდი პროკურორი იყო გლანის და ეკედან ვიცნობდი და მე ეს როლი რომ მოგზო გივინსკი ბზაზე აღარ იყო ცოცხალი უკვე შვილი გარდაიცვალა ადრე ასე და თქვენ ნახოთ აი ძველი პოლიციელები რო ხვდებიან და რო ცნობენ გივინსკირველი რო იცოდნენ ვისი გაზრდილებიც არიან ესენი და მე როგორ ავლებენ ჩემთან ანალოგს რო ბატონო გივი და ბატონო ხო ის სიყვარული კიდე მოდგამ და იციან იმ კაცის სიკეთე და მადლი ხო გივინსკირველი თქვენში დაინახეს იგივე ხო და მე ძალიან გამიხარდა რომ ესეთი ისტორიული პიროვნება იყო ის და მე მომიწია გმირის შესრულება ამ ადამიანის
ისე შესრულება რომ დღემდე ბევრი საკულტო პერსონაჟად იქცა ესე რომ ხო რაღაცა სიკეთით სითბოთი სავსე რუდუნებით სავსე რა ვიცი მოყვარული კაცი ხო და რა ვიცი გამოვიდა ალბათ ჩემი თვისებებიც ბევრი იყო იმ ადამიანში ჩადებული მაგის არც გამოვა გააქვთ ნანახი შემდეგ სერიალი იცი რა გითხრა ახლა მე ყოველთვის ეგერ ნახულობ ხოლმე არ მიყვარს ჩემი თავის ნახვა არ ტრაბახობ მართლა არ მიყვარს იშვიათ აი ეს მეორე სეზონი მაგ ნანახი ოღონდ ისე გამოტოვებული მე მიუბრუნდებოდი მე ვნახულობდი მე ხო ახლა რო გითხრა ზედიზეთ ესეც არა მაგ ნანახი რა არის მიზეზი აი რატო არ ვიცი არ ვიცი ნუ ვერ გეტყვი რა არის მიზეზი უფრო ისი რა არის მიზეზი ის შეცდომები რასაც მე უყურებ და რისი გაკეთებაც უკეთესად შეიძლებოდა ალბათ ეს თქვენ უფრო ხედავთ მაგას ხო ახლა მე ეს თავიდანვე ესე იყო თუ მე აღმოაჩინე არა თავის ყოველთვის ასე იყო ესე იგი გამოსწორების საშუალება რო არა გაქვს არა და შეიძლებოდა უკეთესი ყოველთვის ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია და ასე ვფიქრობ ხო და ეგ არის ერთადერთი მიზეზი რომ ხანდახან სხვენია ხოლმე თავ ჩაუღუნავ ჩემ გაკეთებულ საქმეზე ნანახზე იქა ხო ასე რომ სხვა არაფერი პრანჭო აქ არ არის უბრალოდ აი ამის გამო რომ როგორ შეიძლებოდა უკეთესად გაგეკეთებინა ის რაც გააკეთე და ყველაფერში ასეა რაღაცას რო გააკეთებ ყველაზე ცუდია ის რისი გაკეთებაც იქიდან შეიძლება საყვარელი სცენა თუ გაქვთ? ჩემ საყვარელ სცენას გეტყვით თუ რომ მიმოწეს ყველაზე მეტად. ხრამიაშვილს რო იბარებთ კაბინეტში. ლექსო და ბიზინა რო დაიჭირა. ხო, ხრამიაშვილი. გენოშავდიაზის კაბინეტში და მე ხრამიაშვილს დაიბარებ. მოვიყევი ერთი მაგრამ რა ხდება. ბარე მეც არ მახსოვს და მოგეთეს გელა ხრამიაშვილი ახალბედა თანამშრომელი არის ესე რომ ვთქვათ გამომძიებელი და დაიჭერს ერთ-ერთი სცენარი ტრუსით რო ჩამოყავს ბიძინა კიბეზე ბიძინა თაბაგარი და მაშინ გენოშავდიაზის თქვენთან კაბინეტში ანურიულებული და მე გეუნებათ ნუტი და იოშ გივი ალექსანდროვიჩო ხო მაშინ გამწარებული გამიჟებული როგორ შეიძლება ტრუსიკიანი კაცი ტელევიზორში ჩვენებაო და ჩვენ ვცდილობთ გამჭვირვალედ ვიმუშაოთ და სუკეტესინ ხრამიაშვილი ეუბნება და ორი დღის მოსული ხარო პოლიციაშიო და გონია რომ შენი თიწყება ყველა რაღაც ესეთი სცენარი ეს კაი ბიჭია ძალიან ეს ხრამიაშვილი ჩემი კანდიდატურა იყო ეგეთი ახალგაზრდა კაცი მინდაო ესეთიო მალჩიშკა მინისტრაცია და გაფაზე და გამოდგა კაი ბიჭია რეალურ ცხოვრებაში ამბობთ ხო ბაჩო ხო ბაჩო და უთხარი აი ესე მაშინ რათა მუშაობდით ერთად მე და ბაჩო რაღაც და ბოდიში პერსონაჟი ესეთი უარყოფითი იყო ყველაზე მეტად ეგ არ მომწონდა ხო რა როგორ ზუსტად თვითონ ახლა ჯერგაცია და ზუსტად დასვა ხასიათი ჩაავლო იმას მართვალს. ბატონ დავით იყო ასევე აკრძალული სეზონი, რომელიც არ გავიდა. მე ნუ მოგვიანებით გავიდა. ხო არ იცით რა იყო მიზეზი ამ აკრძალული სეზონის და მაინც აი რის გამო ვერ ნახა საზოგადოებამ იმ პერიოდში. ეს იყო ზუსტად ამ პრემიერ-მინისტრის მკვლელობის ამბავი თავის დაცვასთან ერთად საწოლში და გაგვიძლო და ძალიან დიდი ის გაევლო პარალელი ხო და ამის გულისთვის მოხდა ეს მხოლოდ მე მგონი მეც ახლა სხვა იქ არაფერი არ ყოფილა ისეთი მაგრამ აი ეს ზუსტად იყო გამეორებული კაცო ისეთი ხო შემეშინდა რომ ნახე აი ზუსტად როგორ ზუსტად რაღაც წინადგრძნობასავით იყო რა არ ვიცი ვერ გავიგე შემდეგ თემაზე გადავიდეთ კი გადავიდეთ ოღონდ სანამ გადავალთ ჩვენს მაყურებელს ვთხოვ გამოიწერონ ჩვენი YouTube არხი და ლაიქეთ ვიდეო დატოვეთ კომენტარი გააზიარეთ ასე შემდეგ იმიტომ რომ სულ ასეთი საინტერესო და საინტერესო სტუმრები გყავდეს ესე რომ ვთქვათ კარგით გადავიდეთ შემდეგ თემაზე ბოლო სეზონი დიახ ერთადერთი სერიალი ესეთი მასშტაბური ქართულ ფეხბურთზე და თქვენ გაქვთ ერთ-ერთი ალბათ დასამახსოვრებელი
საყვარელი როლი, რომელიც ჩემი აზრით ძალიან კარგად შეასრულეთ, რა თქმა უნდა. ჩემთვისაც იგივე საყვარელია. იმიტომ რომ ვაპატიეთ ახლა გადაგიჭერით. აი როცა შევხვდი მე ვაკოს და ჯგუფს შევხვდი იქა და მივედი და აი დაიწყო სცენარი წაკითხული არ მქონდა. თლად ჩემი იყო. ეს აი ეს ადამიანი ეს პიროვნება ასაკი ყველაფერი დამემთხვა და მე გამიხარდა რომ ჩემზე გააკეთეს არჩევანი რომ შეიძლებოდა უბრალოდ ვინმე სხვა ყოფილიყო მაგრამ და მე მგონი გავამართლე 100% მეტი 100 არა 1000% გამართლე ხო არის და მე მიხარია ძალიან მე რო ამ სიბერის რაღაც ერთი კარგი რაღაცის გაკეთება მომიწია ხო და ეს დაემთხვა და აი ამ და საოცარ ჯგუფს საოცარ ადამიანებს საოცარ არ ვიცი ნუ მობილიზებული ესე წამში გათვლილი ყველაფერი და ეს წესრიგი და კულტურა ბუშაობის კულტურა იძლევა შედეგს ხარისხს რა თქმა უნდა ხარისხი შედეგი კი ნამდვილად აი გაგიკვირდება ისეთი ის არის ნამუშევარია ხო არ ქონიათ აი მწვრთნელებთან საუბარი როლამდე სხვა მწვრთნელებთან თუნდაც იმიტომ ბევრი ლეგენდარული ფეხბურთელი თამაშობს და იცნობთ როგორ ვიცით უცაევსაც ანუ ეს პერსონაჟი როგორც შეიქმნა არის ან რაღაც ერთგვარი ტრენინგი რო დავარქვათ ჩვენ სცენაზე ანუ რაღაც ტრენინგებისავით გავიარეთ მწვრთნელებთან თუ იყო რაღაცა ისეთი შიდა ამბები წამოწეული თუნდაც რეალურად მე ეს არ მქონია და რატო იცი არც ვიზამდი მაგას მე მაინტერესებდა რამდენად ახალი იქნებოდა ჩემი დამოკიდებულება და შეხედულება რამდენად სწორი იქნებოდა იმ მე სპორტიდანაც ძალიან შორსა ვარ სტადიონთან გიცხოვრობდი სამტრედიაში მე არ ვათამაშებდი არ ვიცოდი და იმიტომ ხო მაგრამ ის იქ რაც ეწერა იქიდან გამომდინარე დამოკიდებულება ჩემი ეს მამაშვილური ეს რა ვიცი არ ვიცი თუ აქ იყო მხოლოდ ჩემი რაც მე ვიცოდი და როგორ წარმომედგინა მწვრთნელი ეს გავაკეთეთ ახამდე რა თქმა უნდა იმ ტექსტთან შეფარდებაში და შეთანხმებით რაც მქონდა მასალა თუმცა იქ იყო რაღაცები რაც ცოტა ცვლილებებს განიცდი და ჩემგან იმიდან იქვე ერთი ესეთი სცენა იყო ბოლოს როცა მე ამბობენ რომ ისაო ეს უნდა გაიყიდოსო ჩერდებოდა გადიოდა და ჩერდებოდა წყდებოდა კადრი და უთხარი ვაკოს მე უთხარი ვაკო გადავიღოთ იქეთ მეთქი ამისი ემოცია იმ წუთში სიტყვა არ იმ წუთში დაალაგეს იმ ტუალეტში სარკესთან სცენა ხო ეს მოხდა გაგრძელება უცბად მოხდა ეს რა ვიცი ხო და არავის აფასი წინააღმდეგობა არ გაუწია პირიქით და ერთ-ერთ კაისენი გამოვიდა დასამახსოვრებელი ნამდვილად ხო იმიტომ ის ემოცია ადამიანი თავის თავთან როა მარტო ემაშინა საინტერესო ხო და იქ ყველა იტყვება და ყველა რაღაცას ცდილობს გაალამაზოს თავისი ცხოვრება აი მარტო რო ხარ მაშინ ხარ საინტერესო რაც არის კადრები გადაღებული იქ აი მაკრატელათი რო ურტყავს ის ხო კოსტა ის ნაღდი იყო ნაღდი კადრია კაცო და ყველა გოლები და ისინი ნაღდი გადაღებული 5-5 თამაშობდნენ იქეთ-აქეთ და რასაც ამას მოასწრებდნენ იღებდნენ იმას ნაღდ თამაშებს ხო ძალიან იშვიათია ფეხბურთის ასე გადაღება კინოში ხო და ძალიან წარმატებული არა მარტო ქართულ კინოში სხვადასხვა სოფლიო კინოში ძალიან იშვიათია არა ყველგან მიხვდები რომ გაკეთებულია ყველგან მიხვდები რომ გადაბმულია კადრზე რაღაცა აქ არა ხო რთულია ნამდვილად ჩაწოდება გინატრატელე თამაში იღებს რა ჩვეულებრივ თამაში არის გადაღებული ბატონ დავით ტრიალეთ ამ სპორტთან მაინც ამ სერიალიდან ფეხბურთს ეხება მაინც და რო გავიხსენოთ დინამოს წარმატება 91-ის და ეხა ზაფხულის წარმატება ბიჭების ევროპის ჩემპიონატზე რო გავიდნენ და იქაც ჯგუფიდან გავედით.
აი პარალელი რო გავუკეთოთ იმ დიდ წარმატებასა და ამ დიდ წარმატებას შორის. ხან ორივე დღეს საგიჟეთი იყო, ეხლა 91 საგიჟეთი იყო, როდესაც მოიგეს ისტასი და აქაც რო გავედით, აქაც საგიჟეთი ხდებოდა ქუჩებში. თქვენ მაინც უფრო რომელს გამოარჩევდით, რომელი და გამახსოვრდათ უფრო? არ ვიცი, ეს ორივე იყო უმაღლესი მწვერვალი ჩვენი ქართული ფეხბურთის. ზეიმი იყო, კაცო. ზეიმი. იცი, ეს არის შენი ერის თვითყოფადობის გამოვლინება. ზოგი ჩვენ ამაში ვცდილობდით და ესა გვაქვს. და სპორტი გვაქვს და კულტურა გვაქვს და ამით ვამაყობთ და ამით გვინდა ჩვენი იდენტობა შევინარჩუნოთ და რაღაცა ვანახოთ, რომ ესა ვარ და ბედნიერია ერი. რომელსაც შეუძლია ასე მიიღოს წარმატება შენი თანამემამულის და იამაყوان წარმატებით. ჩვენ გვაქვს ეგა, ქართველებს გვაქვს. აი წარმატების ზეიმის უნარი გვაქვს. უშურველი ხანდახან ისეთი შური ვიცით მტრისას, მაგრამ ეს როცა არავინ არაფერი და როცა ლაღი ხარ და როცა შესაძრუნებაში ლაღი ხარ, მაშინ ეს გამოგვდის ჩვენ ძალიან კარგად და მართლა შეუძლება იყო ეს რაც ბიჭებმა გააკეთეს ახლა. ამ გასვლა ასე კაცო. ეს არ მოსრია ქვეყნებია, უზარმაზარი ქვეყნებია და 3 მილიონი მარტო ფეხბურთელი ყავთ ქვეყანაში. და იმათ ვერ შეძლეს ეგა რაც მაგრამ ნიჭიერება ფეხბურთი რაც არ უნდა დიდი მწვრთნელი ყავდეს თუ ფეხბურთელი შემსრულებელი არ აკავს არ გამოვა ის საქმე რაც არ უნდა მიზა გენიოსი მწვრთნელია იმას შემსრულებელი უნდა იმას ყვარა უნდა იმას ის უნდა იმას ის უნდა იმას ხო პასი თუ არ გააკეთე და მიეცი და გაიყვანე და დაუხაზე შენ და იყოს დახაზული არ გამოვა აი ხლა მაშინაც შემსრულებელი იყო 91 წელს და ახლა შემსრულებლები იყვნენ. არ გამოგვილიოს ეს შემსრულებლები გვერდ. მინდა ახლა კიდე ერთი ის გითხრათ რომ აი PSG-ში თამაში აღტოვანებული დავრჩი გუშინ და კაცო ერთი ვჭირს ახლა აი ხან PSG-ს ხან ნაპოლს ერთი კაცის გულისთვის და ვერთო ვერ ვიგუნდები გვაგუშემატკივრი ასე. ხო და მინდა ყველა ყვარას მოყარულს მიულოცო წარმატება. იმედია კიდევ ბევრი და ბევრი ასეთი დასამახსოვრებელი ამბები გვექნება. ბატონო აი ჩვენ სახელთანაც ცოტა რო ვიტრიალოთ. ნუ დაგვისახელოთ თქვენი გადმოსახედიდან ქართული თეატრის ან კინოს მეფე და დედოფალი. ძალიან ბევრი მეფეები ყავდა და დედოფლები. ძალიან ბევრი ახლა ესე კონკრეტულად რამდენიმე იყოს არა პრობლემა ეს. კარგი ჩემო ბატონო. ხორავა, ვასაძე, უშანგი, ოთარი, რამაზი, ქალები, სოფიკო, ერიკო, სესილია, მედეა, ვაიმე ლენა ყიფშიძე საოცრებები ხო ეს განუმეორებელი ხალხი ამ ანალოგები არ ექნება რა შეიძლება რაღაცა გავდეს ვიღაცა რაღაცით მაგრამ ამათმა ეპოქები შექმნეს და ახლა შენახარო ეხლაო მე მეუბნებიან თაობა დარჩენიო და ვაი მთიაც მე რო დავრჩი მე ვთქვი მაგალითად ხო და მე ხო აი ეს ბუბერაზები საოცარი ხალხი იყვნენ უჩანეიშვილი ირაკლი ხო ესეთი რა სიმღერა დაგვიტოვა რა ხმა დაგვიტოვა რა ამითა დიდარი ქართული თეატრი და მარტო იმითო იძახია რომ იქეთ კაი თეატრია იმ ქვეყანაშიო და რა წავალ და ვნახავ ჯერ ადრე ძალიან მაგისთვის მაგრამ რაღაც მოდი მაინც გავკრით შევეხეთ ამ თემას და აი ამ თემაზეც მინდოდა რომ მეკითხა. ერთ-ერთ გადაცემაში გაქვთ ნათქვამი თქვენ რომ ორჯერ ინფარქტი გადაიტანეთ ერთი კვირის განმავლობაში. ხო. აი ეს მე რომ ნახე ბოლო სეზონის სცენა, ერთ-ერთ სცენაში რომ გულიშეთ ინფარქტი დაგემართა, თქვენ მგონი მაგ სცენაშიც ბოლო სეზონის სცენაში. აი როგორც აღწერეთ აი ეს სცენა, რეალურად იგივე პროცესი იყო მაშინაც, როდესაც ეს ამბავი შეგემთხვათ? არა, ის ბევრად მტკივნეული იყო. ხო. ხო, იქ კიდე მივედი მთელი დღე მაწუხებდა რაღაცა შეტევი მხრებში მაშინ და მეგობრებმა წამიყვანა მანქანა ზახურება გავიარეთ სამოთყოფოში მივედიო და მივედით და
გამისინჯეს და არაფერი არაო, ნუ ნორმალურია. მე ვთხარი იწება ეხლა მეთქი და ვერ მოასწრეს ისა, ეგრევე რეანიმაციაში შემოგდე და ჩამოყალიბდა. იქ იყო ალბათ გულის ტკივილის ანუ ტკივილის ვერ გაძლება კლავს ადამიანს. ანუ რაღაც ისეთი ამბავი მოხდა, რაღაც სამგლომერებამდე მიგე. ეხლა მე მსახიობი ეგოისტია. ამას იმახსოვრებ, ქვეცნობიერად დამახსოვრებული გაქვს ის აქციელები, რა გადაიტანე, რა გაიტანე და მე რო უკვირდები, კაცო, ეს ყველაფერი მე ხო გადამხდა ცხოვრებაში და ამას მე იყენებ ამ საქციელებს და ამ თვისებებს გარეგნული ფორმით, მაგრამ და ცდილობ მე და შედიხარ იმ როლში და იმეორებ იგივეს რაც გადაიტანა. იგივე მოხდა ეხლა აქაც. თვითონ სიკვდილმა არ იცის სიკვდილი მსახიობმა რო იცის იცი. ხო, აი ნახეთ რა კარგად კვდება გურამ ფირცხალა ერთხელ ცხენზე ვიღაცა ესვრის და წოპტეც და წყალში როგორ ვარდება. ამას სიკვდილი ვერ იზამდა ესე ლამაზად და ეგრე იმათ, ხო? ეს აი ესე არტისტის, ხო? შენ და გამოიგონო, სიკვდილიც გამოიგონო, ავადმყოფობაც გამოიგონო. ისე როგორც შენ ხედავ და როგორც შენ ამდენად არის არტისტის საინტერესო. რამდენად საინტერესოდ გამოიგონებ იმას, რაც უნდა გააკეთო. კი აბდულlah ლაპარაკო, მაგრამ ხომ მივხვდით მაინც გასაგებია ყოველთვის. ძალიან გასაგებია. ასევე ერთი შემთხვევა იყო კიდე. ერთ-ერთ მდგომარეობის სიტუაციაში გული წაგევიდათ, ხო? და რაღაც ეს ამბავიც გაგონილი იყო, არ ვიცი. ეს კლინიკური სიკვდილი იყო თუ არ ვიცი, ვერგე მე მგონი, ალბათ აბა მეტი რა იყო სხვა. ახალგაზრდა კაცი ვარ სრულიად. ოდა გადმოვიდი ახლა იქ სოფელში ეზვებზე ვიცით გადასვლა გზის შესამოკლებლად, აბა იმას რა მოულის ველაზვებს ირგვლივ და ესე მოკლეზე გადავდივარ და ჩამოვჯექი ახლა რაღაცა პატარა მოკლე პატარა სკამები იყო დაბურეთი სკამები იმაზე და უცბად აღმოვჩდი ჩემს სხეულს ზევით. იქ შეგაკოთხა ადამე ამას უყურებს ზევიდან. ეს ყველაფერი გააზრებულად გახსოვთ? ყველაფერი მოხედავდი ამას ყველაფერს. იქ იყო სკაბლოგინებს ეძახიან და დიდი ფიცი ვიდან იყო გამოთვლილი თავის სასტუმალით ხის დიდი სკამები, რასაც გარეთ ხანდახან ზაფხულში წამოსაწოლად და დასაჯდოთ. აბა რუსიკოსთან გავარდით ნემზე. მაშინ იყო შემდგომ ქაფური იყო ყველაფრის სამალი და იმას აკაფურიო. ღარბია ნახლა და მივყვები ამას, მიდის გადავიდა ეზო მივიდა ესე გაჭიშკარი გააღვებას, ნემსი შიში მქონდა საოცრად. და მივიდა გააღო წინაკარები დაკეტილი, შემოვარა უკრიდან იმზე, იქ უკანა კარები ღია იყო, შევიდა ოთახში. გამოდებია დიდი ესე 4 თვალიანი გამოდები და გამოწია პირველი არა, გამოწია მეორე, ამოიღო კოლოფი ესე ვერცხლისფერი კოლოფი იყო, მოვიდა ხელი და მორბის ეხლა ის და მოვყვები მე. ნემსი ჩხვლედა და გავახილე თვალი. არც მანამდე მდგენია, რამე არც მერე. ხო, არ ვიცი ახლა. არ ვიცი რა იყო. ხო. მაგრამ ის რომ ძალიან მსუბუქებით ვიყავი ეს კი. ასე რომ არა ზევით ცუდი საქმე, ცუდი ადგილი. როგორც ვატყობ. ხო, ძალიან საინტერესო იყო ნამდვილად. უცნაურიც. ხო. ეს მე დავიწყე ამაზე ფიქრი, მე ეს რა იყო, რა მოხდა, რატო რაღაცა მე მივეცი ამას ფორმა და რაღაცა თორე მანამდე ვიცი. ანუ დეში სული სხეულს უყურებდა რა ესე გამოვიდა. კი, ეგ იყო ამის თქმა და თამამად შემიძლია რომ კი. ანუ არის კი, არის, რა თქმა უნდა არის, რა თქმა უნდა. არ შეიძლება ღმერთის მოცემული დაიკარგოს სული ღმერთმა მოგცა. როგორ შეიძლება გაქრეს ის? ღვთიური არ შეიძლება გაქრეს. ასე რომ აბსოლუტურად უნდა ძალიან გაფრთხილება თორე ჭურჭელი ყველას ერთნაირია. ერთნაირია სხვადასხვა, მაგრამ მაინც ერთია. გჯერათ ისე სიცოცხლე. სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული ქვეყანას და ჩემი ხორცი თქვენთვის მომიგდია მტარვალებო. ეს ღმერთკაცმა თქვა.
ჯერათ ეს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელების? ხო, ნახო, ბევრს დავაბარე ბიჭო მითხარით, მე უთხარი რაღაცა, რა ხდება იქეთ, მე თქვა, ჯერ ამის მომტანი ვერ ნახე ვერავინ. ხო, არ ვიცი, რა თქმა უნდა იქნება. არ შეიძლება ახლა მით უმეტეს ახლა გამოჩნდა რაღაც ინფორმაციები უცნაური, ჩვენთვის შეუცნობადი, ჩვენთვის ის რაღაცები მოდის ისეთი, რომელიც არ ვიცით. კაცობრიობა დიდი მომავლის წინაშე და დიდი ახალი სამყაროს გახსნის წინაშეა. ხო, ის რაც ჩვენ ვიცოდით, ახლა მაგერ ბრტყელია დედამიწა იმას იძახიან და ხო და ამას ვიძახდნენ თავიდანვე რომ ბრტყელიაო და ატლანტებზე დგასო. თქვენ როგორ ფიქრობთ ბრტყელია თუ რგვალი? ხო, არ ვიცი, არ მინდა რომ დამწვანდა. იყოს მგვალი. იყოს მგვალი. ხო, იყოს. რა არის ის ყველაზე ამოუცნობი საკითხი თქვენთვის, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებთ? როგორ სიყვარულზე ამოუცნობი? არა, ზოგადად ამოუცნობი საკითხი, თუნდაც სიყვარულზე. რაც ყველაზე მეტად გაინტერესებთ, გინდათ რომ იცოდეთ. ხო, იცი, მე ახლა ადამიანმა ყველაფერი იცის, ეგეთი ადამიანი ვერ წარმომიდგენია. არ ვიცი ახლა, ყველაფერი როგორ შეიძლება იცოდე, არ ყველაფერი როგორ შეიძლება გქონდეს წაკითხული, ან თუ წაიკითხე როგორ შეიძლება ყველაფერი დაიმახსოვრო, ხო? ეს ჩვენ თვალსაწიერზეა დამოკიდებული, რამდენად ფართო თვალსაწიერი გაქვს, იმდენად ეხები მეტნაკლებად იმ საკითხებს და იმ სიყვარული ამოუცნობი ძალიან. საიდან ხდება, როგორ ხდება, რანაირად ხდება, რა ჩდება ამ გულში ისეთი და ამ ურთიერთობაში, რომ აი ესე გაბრმავებს, გაკაცებს, გავაშკაცებს, რა ვიცი, გმირად ხდის, არ ვიცი, ძალიან შეუცნობადი რამეა ხო, ვერაფრით ვერ გავიგე. მიყვარს და ალბათ სულ მეყვარება არ შეიძლება უსიყვარულოდ ადამიანი იყო, ხო? ხო. აი ახლა კარგი ხალი გიყვარს და უნდა გიყვარს და აუცილებელია. ბიჭო, ხეც უნდა ხო გიყვარს, ყვავილი გიყვარს. ახლა რამდენი ასაკში შევედი, ახლა გაზაფხულის მოსვლა მიხარია და როგორ იკვირდება, ყვავილი როგორ გამოდის, იმას უყურებ, ვაკვირდები და მიხარია თან ჩემი ახლა აქ რო წამოსვლას ვაპირებდი, ვას ვამყნიდი სახში და ახლა მე იმის ისამაკ ის რო გაიხარებს და რო წამოვა კვირს გაიკეთებს და სიყვარული და იმის მოცემული ناقოფი კიდე უცნაურია. ეს ამას მე ყველაფერს სიყვარულს ვეძახი, რასაც სიკეთით აკეთებ და სიტყვით და როდუნებით აკეთებ. ყველაფერი სიყვარულია და ეს შეუცნობელია ჩემთვის და არ ვიცი, ალბათ ბევრისთვის კიდე და ვინც ეს შეიცნო, თუ მეტყვის რა შეიცნო, კაი იქნება. არ ვიცი. რთულია. ხო, ძალიან რთულია. ძალიან იმიტომ რომ მაინც ინდივიდუალური თავარი ერთი არის სიყვარული და დანარჩენი მე ამის ხედვები ინდივიდუალურია უკვე მეტნაკლებად. ანუ ხეს გავს რა ფესვი ხო, და შემდეგ იშლება ნამდვილად. ბატონო დავით, რო შეგეძლოთ დროში მოგზაურობა, რომელ ეპოქაში გადახვიდოდით და დააკვირდებოდით ან რომელიმე მეფეს კითხოს ხარ დაუსმენდით? რატო ესე და რატო ესე არა? ხო, არ ვიცი. ის მეფეებიც დიდ გასაჭირში იყვნენ და იმათაც მომენტალურად უხდებოდათ გადაწყვეტილების მიღება. ხო, იმას დრო არ ქონდა ისეთი გამოუვალი სიტუაციებიც იყო, ასე რომ ძნელი ახლა მე რომ მითხრას კაცმა აი შენ რატო მოიქეცე ასე. ვერ გეტყვი. ვერც იმას ვკადრებდი ახლა რატო მოიქეცე ასე. ვერც ელექტროს ვერ ვკადრებ რატო მომწერე ხელი იმას. იმიტომ რომ სხვა გამოსავალი იყო. ხო, არ ვიცი, ვერ გეტყვი. ასე რომ ამ შეკითხვას ვერც ერთ მეფეს ვერ მივაყენებ შეურაცხყოფას მაგით რომ ეს შეკითხვა დაუსვა. ასე იყო. მეტნაკლებად ზოგი ის იყო დავითის მეფობა დააწყობილი ქვეყანა თამარს ეყო. იმდენად იყო სტრუქტურულად დაწყობილი და იმდენად გენიოსურად ჰქონდა სახელმწიფო შექმნილი. თამარის მერე რუსუდანმა ერთ დღეში დააქცია. გესმის? ხო. ეგრე არის გოგოც ხო, ახლა მე არა ვარ დიდი ისტორიკოსი, მაგრამ ხო. ასე რომ დიდი
იქნიდან არ შეიძლება ხელმძღვანელი წამოკრა ეს რას აკეთებს შენ ხო არა შენ არა გაქვს იმდენი ინფორმაცია რაც იმას ინფორმაცია აქვს და არიცი იმდენი რა სვლები უნდა გააკეთო და ახლა გარედან დანახული რაღაცა ასე რატო არ ქენი არ არის ეგრე ხო კი ვიზამდნენ რომ მქონოდა ამის საშუალება მაგრამ ვერ ქნა კარგი სხვა ფორმულირები დავსვათ მაშინ ამ კითხვას აბა მითხარი თქვენ ცხოვრებაში თუ შესულით რაღაცას რამეს ერთი გადაწყვეტილების მიღება რო შეგეძლოთ პირობითად დროის მანქანით გამგზავრება და რაღაც გადაწყვეტილების შეცვლა თუ შეცვლით დროის მანქანით მოგზაურობა ახლა მე ნამედანი ისე მიყვარს კინოში რო დავდივარ ეს მოგზაურობა მიყვარდა ისე იცი რას შევცვლიდი ჩემსაში ალბათ მეტ განათლებას მივიღებდი ამაზე მწყდება გული ძალიან რომ ვერ ვქენი იმიტომ რომ ოჯახი ესიქა კი კითხულობ წიგნს კი წაიკითხებ მამრალი წიგნი მაგრამ იმის თუ არ გამოიტანე ანალიზ თუ არ დაიმახსოვრე ხო ისე რა აზრი აქვს ერთმა მათ თქვა განათლებულმა კაცმა ჩემი განათლება ჩემი მეხსიერებაო ხო მე ეგეთი უცნაური ისა მაქვს თვისება აი ვიღებ ხო ფილმს ვისწავლე ტექსტი კაიძაება და დამთავრდება გადაღება და ის ამოვარდება თავიდან მომწდება აი რომ იტყვი ახლა ვერ გავიხსენებ ვერაფერს ვერც ერთ ტექსტ რაც იმაში მქონდა ან იმიტომ გითხარი მომიყევი ესა ხო არ ვიცი ნუ ის წავიდა ის აღარ მჭირდება მე უფრო აი დღევანდელობით იმით ვარ დამოკიდებული და მაგრამ მეხსიერება კარგი მაქვს ხო მახსოვს ვინ როგორ რატო ისთვის ყველაფერი და ახლა რო იძახე აბა არ არის ეგრე ხო რა არის თქვენი გადამოსახედიდან ის რაც ბავშვობაში გჯეროდათ და ეხლა გეცინებათ რა ვიცი აბა ვერ გეტყვი არაფერზე სასაცილო ვერ გავიცინებ იმაზე რისიც მჯეროდა მჯერა კიდეც ძალიან მჯეროდა სიყვარულის და მჯერა ხო ძალიან მჯეროდა მშობლების და მჯერა ძალიან მიყვარდა ქვეყანა მაგრამ ახლა უფრო მიყვარს მაშინ შეუცნობელი იყო და ხო არ ვიცოდი უფრო შეიძლება იმაზე გაგეცინოს კაც რატო უფრო მეტად არ გიყვარდა და ქვეყანა და არ იცოდი ამის შესახებ რატო მეგონა რომ ბებია და ბაბუა არ უყვარდი და მე როცა გავხდი ბებია და ბაბუა როცა გავხდი მე ისე თუ უყვარდი ჩემს ბებიას და ბაბუას მე რომ მიყვარს რასულელი ვიყავი რო არ ვიცოდი სასაცილოა ეს რო არ ვიცოდი როგორ უყვარდი მათ თურმე და როცა ჩემი შვილიშვილები გაიგებენ როცა მიყვარს რა გვიან იქნება ჩემთვის ხო აი ეგეთი რაღაცები კონკრეტულად არაფერი არ მიკეთებია ისეთი მე რომ სანანებელი და სასაცილო ყოფილიყო არ გამიკეთებია არ მიღალატია რა ვიცი ცუდი არ გამიკეთებია ახლა ვაშილ და მსხალი ყველას მოუპარავს და სასაცილოა დღეს ხო კი ბატონო აგერ ახლა მოუპარავ კიდევ თუ კაი ხილი იქნება ხელზე რა თქმა უნდა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი რომელი იყო და რატომ ეგეც რო გითხრათ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი არის მამის როლი რომელსაც ახლა ვასრულებ და ახლა პაპის და ბაბუის როლი ხო მე ვიცი ის ადამიანები რომლებიც მე სცენაზე განმისახიერებია ეს ჩემი წარმოსახვიდან არის ეს ჩემი რაღაცა გარკვეული რაღაცა ცხოვრებისეული გამოცდილების და დაგროვების ის არის ნაწილები და ეს მაგრამ ის რაც როლიც მე ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი მგონია მამის როლი მამა ძალიან ღვთიური ვინმეა ძალიან ზეციურია
შვილისთვის. მე მამა ჩემი არასდროს არ მომფერებია. მე არასდროს არ მithქვამს შვილო მიყვარხარ. არ მიყვარს ამ სიტყვის ხმამაღლა თქმა. არა, ამ რატო ნახლა ჩემ შვილს რო უთხრა დამაზრიალებს ნაში ამერიკაში ციას ფილმებში მიყვარხარ, მეც მიყვარხარ. ახალი თქვის რაღაცა. უნდა გიყვარდეს, აბა რა არის, აბა სხვა მამაშვილობა და დედაშვილობა თუ გიყვარს ხო? თავგანწირვით ის მოვყევი ამის წინ ერთი. უდაბნოში ხალი მოდის პატარა ჩვილით ბავშვით. და არც აქ წყალი ბარკეშისა მუნე არ მახსოვს. მოყავს ბავშვი, არა აქ წყალი, არა აქ საჭმელი შეერია და მიდის ფერმასთან გაივლის ამ სიცხეში, ქოფაკია დაბმული და საჭმელიც აქ და წყალიც. და დედა მივა და შეებრძოლება ამ ქოფაკს და დაახრჩობს. და მისცემს შვილს წყალსაც და საკვებსაც. რა თუნდა ახლა მას მიყვარხარო უთხრას მეტი რა არის ახლა მეტი სიყვარული გამაგებინე ამ თავგანწირვაზე მეტი სიყვარული. სიტყვა საქციელი არ ჯობია. საქციელით ყველაფერი ნათქვამი. ხო, ამთავრდა. მე მაინტერესებს თქვენი საყვარელი სიმღერა, მომღერალი. ქართველი უცხოელი. საინტერესოა, იმიტომ რომ არსად არ გაქვთ ნათქვამი ეს, რაც ვნახე მე ინტერვიუები და რაც მოქვს ნანახი, არსად არ გაქვთ ნათქვამი. ხო. ვერც ვიტყვი. იმიტომ რომ ქართულ სიმღერაზე მეტად არაფერი არ მეყვარს. არც ერთი, არც როკი, არც რეპი, არც ვისა. ვერ მოვა სიახლოვეს ქართულ სიმღერას. ქართულ სიმღერებში ყველაზე მეტად მეყვარს იმერული ნადური. არის. ოდელიევო, საოცარია. გიამიცის ჯაფარიძე თქვა ეს მაშინდელი სიმღერა ქართულებმა ლაპარაკი რო არ ვიცოდითო. არც ერთი არაფერი სიტყვაში გარ არის ოდელიას გარდა. ოდელია ღმერთი იყო ჩვენი ოდელია. ხო, ღმერთი სახელი იყო. ხო. გზელი მრავალჟამიერი კახური, გურული სიმღერები. და სუფრაზე როცა მივდივართ, ყოველთვის მინდა იყოს 1, 3, 4 კაცი მაინც, ერთი პირველი, ერთი მეორე, ორი ბანი, კაია. ხო, მე სუფრა მგონია, აი, ტრაპეზი რო ხუნდა იმას გეცამანიის ბაღში ქრისტეს. მაშინდელი იყო იქიჯდნენ, მაშინ თქვენ საგანგდელოები, მაშინ იყო ქრისტე თამადად, მაშინ იმღერეს, მაშინ იქედან მოდის ჩვენი სუფრა და ეს სიმღერა გალობაა. ღვთიური გალობა. ყოველი სიმღერა ჩვენი არის გალობა. ეს არის ხელშეუხებელი. და ერთი ძალიან ის მინდა ისე ვთქვა ახლა. ამით ვამაყობთ. ქართული კულტურით ვამაყობთ. ეს გაგვაქვს თუ სადმე გასატანია. ამით ვიმართებით წელში და ესეთი დაბეჭავებული დაბეჭავებულ დღეს სახელმწიფოდან ვამბობ. კულტურა როა დღეს, სპორტი წამოიწია ცოტა ახლა რაღაცა. არ ამგონია რომელიმე ქვეყანაში ესე იყოს კულტურა და თეატრი და არ ვიცი მხატვრობა და ეს ამას უნდა სასწრაფოდ ხელის მოგიდე არ ვიცი დაანებენ იმ ასფალტის გებასთავი და მიხედონ კულტურას, მიხედონ იმას რასაც გამოგღვლიტავენ ხელიდან. თელი მსოფლიო ნახევარი მსოფლიოებას ეძებს, მე ვნახე სომხებიც ეყვავდნენ დაის და არმიანს კი სვადებდნენ ტანეთს ერქვა. იმაში ამერიკას ეყვავდნენ, ხო? რა არის ეს კაცო? და ხორუმი, ჩვენთან რო ხორუმია, იმათმა ჩააცვენ რაცა ჟეშტებით და იმედს ეყვავენ ისა. აგერ თურქეთში დაიწყეს უკვე აჭარულიც ეყვა, ოკეი? ჩვენ კულტურაზე ჩასაფრებული არიან. რუსებმა თქვენს უნას ვკალხიდე. და ჩვენ ვართ გაყოჩულები და არ ვიღებთ ხმას კაცო. ამ კულტურას უნდა მივხედოთ, ეს უნდა მასიურია, მასიურზე მასიური უნდა გახდეს. იმიტომ რომ ამას უვლის ხალხი, რომელიც ენთუზიაზმით ემსახურება. და ენთუზიაზმი სანამდე უნდა იყოს ენთუზიაზმი. მთელი ჩემი ცხოვრება ენთუზიაზმით ვიცხოვრე. და დღესაც ენთუზიაზმით ცხოვრობ. 54 წელი არაფერი არ გამიკეთებია სხვა. არც ვიცი.
ხო და ამას ნუ გამოიყენებ კაცო რომ მაინც კი არიან და მაინც მღერიან და ერთხმაში რომ ყოფილიყო კაცი რომელიც მოვიდა და დაღუპული იყო ქართული სიმღერა მოძებნა მოიტანა რა ვიცი რეები არ იკატარა იმისთვის რომ გადაერჩინა ამას ნუ გადავუსვამთ ხას ამას ყველაზე როცა იაპონელებმა წააგეს ომი და ბიუჯეტს ქმნიდნენ რაღაცა ყველა დიდი თანხა შეიტანეს კულტურაში ომის მერე გეუბნებით და უთხრეს კაცო რა თქინდა თუ ბრინჯი დათესეთო და ეს ფული ბრინჯისთვის გამოიყენეთ საკვე არა იაპონელიო უბრინჯოდ გაძლებს და კულტურის გარეშე ვერაო ხო ჩვენ რატო გინდა რომ გავცლოთ მაინც და მაინც მარტო იმის იმედად ვიყოთ რომ ეგა გვაგდა აი დაკიგვა აი მორჩა ხო არ არის ეგრე განადგურდება უცბად წაიშლება კიდე გაი სუფრა გვაგდეს და იქ ვინარჩუნებთ ამ სიმღერის მადლზე იმას და რაღაცას კიდე თორე ეს ახლა ის სუფრა თუ მოგვიშალეს დამთავრდა ესეც და მოისპობა ესეც ხო და ამიტომ სახელმწიფო ანსამბლებია ის არის სახელმწიფო ანსამბლი ხარ კაცო რაღაცა პირობა შეუქმენი ახლა ჩემი შვილი მას სოხიშვილებს წევავს და 600 ლარი ახალბას ხო ახლა მას კი არ მომბელო ის მაგრამ მაგალითად მოვიყვანე ახლა მე მთავარ ანსამბლში არის თუ ხო კი მე ახლა თეატრში ვარ 54 წელიწადი ამ საქმეს ვაკეთებ არაფერს ვარ გამიგებები და ხელზე ვიღებ 1500 ლარს ეს დაუფასებლობის პრობლემა სამწუხაროდ ძალიან ბევრი ხო აი ეგ არის და არ არის ახლა ეგრე არ უნდა იყოს ხო ამას უნდა გადახედო იცი რა უნდა ხნა შენ უნდა მოიკლო შენ გადმოდი შავი მანქანებიდან და პატარა იაფიანში ჩადეგი ბაიც მუქტად გაქვს ბენზინი და ის და იაფიანით იარე პატარა და ეს მიეცი იმას რაც შენ ქვეყანას და ხალხს ჭირდება ყველაზე მეტად თავის დროზე რო გწოდნოდათ, როდესაც ამ პროფესიას იწყებდით, რომ აი ესეთი პრობლემები დაგხვდებოდა წინ დაუფასებლობა, აი ამდენი წვალება, იმიტომ რომ ფაქტობრივად 55 წელი არის ამ პროფესიაში ხარ და წვალების ფასად მოგეწიათ ყველაფრის კეთება. მაინც აირჩევდით ამ პროფესიას? ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს მაშინ დიდი მაგალითები მქონდა, მაშინ იყო ბაშია ჯუგი, რა ქვია, ესეთი საოცარი ფილმები მქონდა, მაგალითები წინ მქონდა, ჩვენც ისე გვინდოდა ვყარებოდი, ჩვენც ისე გვინდოდა წარმატებული ყოფილიყავით. ხო, ეს არის ჩვენ ძალიან ისეთი მქონდა, მაცდუნებელი ისინი მქონდა წინ მაგალითები და რა თქმა უნდა, მაინც ამას გავაკეთებდი. იმიტომ რომ მე ერთი გოგო მიყვარდა მომწონდა ბავშვობაში და იმის ეუბნება თავის დაკალს, რომ მე არტისტო გავყვებიო ცოლათო მარტო. ამოვიჭერი გულში და ავხდი ხო და აბა სიყვარულს არ ეღალატება გასაგებია ყველაფერი ანუ სახიობს და როლს არ მომქმედია თქვენთვის იყო ისეთი როლი ან მსახიობი რომელმაც თქვენზე იმოქმედა და გრიგოლ ტყაბლაძე გახსოვთ ქოთნებს რომ საბუდარელი ჯაბუკი კი აი გრიგოლმა დატოვა აი მე ცხონებულმა საოცრად დიდი საბეჭდილება ჩემზე როგორც მსახიობ წეგან ახსენეთ ერთ-ერთი საუბრობდით სახლში ვაზსულიო. აი ღვინის ტრადიცია. ღვინის სამშობლო საქართველო არის ზოგადად, როგორ ფიქრობთ? აბა რა, მაგაში არ შეგებაროთ თურმე. საყვარელი ღვინო რომელი არის თქვენი? აი ღვინო ყველა კარგი. ნებისმიერი ხო. სუფთან. სუფთა ღვინო ხო. თუმცა მე ახლა 30 წელიწადია არ დამილევია ცუდი ღვინო. იმიტომ რომ მე მქონდა ვენახი თვითონ მაშინ ასურეთში მქონდა და მე ვაწარმოებდი ახლა ბევრს კი არა მაგრამ ტონანახევარი წვენი ყოველთვის მქონდა კაცო რასაც მე უვლიდი ახლა ხო და ახლა არ შეიძლება მარტო მე ვერ ვქენი ვას შვილზე დიდი მოვლა უნდა და მეტი მოვლა შვილი პატარა იზრდება და მე თავისთვის მიდის და ვაზი სულ პატარაა და სულ მოვლა უნდა და სულ ხეთ უნდა ხო ასე რომ ქართველგაც ერთი უცნაური თვისება აქვს შვილის და ღვინის გინებას ვერ იტანს. გათანაბრებულია. ორივე ერთნაირად წინს. აუ რა დამალევინეს. აუ რა თქვია გაც. ხო, ესე და. ხო და ღვინო არა, მე მაგ ახლა მარნე ღვინო.
წურავ ჩემთან ის იტალიური საწური მაგიმაში და ავდივარ და ღვინოთი მე ვამაყობ. ასე რომ ღვინო საოცრად კეთილშობილება. ღვინო ის საშუალება რომელთაც ილოცები. ერთი საოცარი ისა მაგ საოცარი კი არა ნათქვამი მაგ ერთი სუფრაზე ვთქვი ჭიქით ხელში აი ესე როვიდა და ვლაპარაკობდი და აი მე ვთქვი 10 ქართველი კაცი ვისაგავს აი ჯამბაზი რო თოკზე გადის აქედან იქ უნდა გავიდეს ზოგს ქოლგა უჭირავს ხელში ზოგს ჯოხი უჭირავს ხელში ზოგი რაღაცე ქართველ კაცს ამ ბეწვის ხიძე ჭიქა სავსე ღვინო უჭირავს ხელში და ამით იცავს წონასწორობას და გადის ბოლოში მე. კაი და მეხარდა, კაი ნათქვა. ხო. ასე რომ ჩვენთვის ეგ წონასწორობის დამცავია. ხინია ამით ვიცავთ, ტირილია ამით ვიცავთ და ამით ლოცულობთ. სუფრაზე ქართველი კაცი, რასაც ეკლესიაში ჩუმად გულში ვლაპარაკობთ, ხმადახლა იმას ამბობს, სანთელივით რო უჭირავს ეს ღვინო ხელში, იმას ამბობს ხმადახლა. ასე რომ ჩვენ მაგარიერი ვართ. ჩვენ ძალიან ტრადიციულიელი ვართ. რომელი არის თქვენი საყვარელი ტრადიცია ქართული? ყველაზე მეტად რომელ ტრადიციას ცემთ პატივს? საოცარი ტრადიცია აქვს ქართველებს სუფრის ტრადიცია. ეს არის სამაგალითო. ვერავინ რაც არ უნდა 5 ჯანგალი კონდეს და 5 დანა და 5 კოვზი და ის ვერავინ ვერ შეიძლება ქართველი კაცი ისე გადმოიღებს ხელით ქათმის ორს და ისე მიირთმევს და ისე ლაპაზობს. ხო, არ უნდა ამას ისა. და 4-5 საათი რო სუფრასთან კაცია, ნახევარი მსოფლიო მაგიდის ქვეშ იქნებოდა იმ პერიოდში, რასაც ჩვენ ამას ასე ვაკეთებთ და კიდე ფხიზლები და საღი გონები ვდგებით სუფრიდან. მე რომ ყველაზე რა თქმა უნდა ახლა არიან გადაგვარებული ადამიანები. ჩვენი ტრადიცია ეს ყველაზე დიდ ამის მოსპობა არ შეიძლება. იმიტომ ვასვენებთ სუფრით, იმიტომ ვასვენებთ გვაქორწილი, იმიტომ გვაქვს დათლობა, იმიტომ სუფრით. მხოლოდ იმიტომ ეს უდიდესი ტრადიცია, ეს გეცამანიის ბაღში რო ქრისტე იდგა, იქედან და იმაზე ადრე მოდის კიდე. ხო, ალბათ ქრისტემ ჩვენგან ისწავლა სუფრა და მანამდე ყოდა ჩვენ. ღვინოც ყოდა და სუფრაც ყოდა და ბამბაც ყოდა და ცხენებით ჩვენ დავჭედეთ პირველად და ყველა. ხო, ეს კონდეს ტრადიცია. და მე მგონია რომ ყველაზე დიდი აი სოფლიომ რაც კი შეიძლება ისწავლოთ ჩვენ, ეგ არის სუფრის ტრადიცია. საქციელის ტრადიცია. მაგრამ მანდაც ზომიერება არის საჭირო. რა თქმა უნდა, მე უზომოს არაფერს არ ვამბობ. ის როგორიც იყო. ეხლა მე არ ვამბობ იმას არასდროს ფეხსაცმელი დროს ვამენ და ჩვენი ტრადიცია, როდის იყო ახლა ქალის აყროლებული ფეხსაცმელი დალიო ის ღვინო კაც. რა ტრადიცია ქონდა ეს ჩვენ არაფერი ტრადიცია. ერთი ყანწი იყო ჩამოა. ეს ჩვენ დიდი ჩიქები რუსეთის ომის მერე შემოვიდა რუსეთის ავისწავლეთ. ეს არ ქონდა ჩვენ. ღვინიში გამიდო ღვინიში გაიყო ეს პატარა. ხო. თუ ერთი ყანწი მეფის ადგილზელოს იტყოდნენ ყანწი და გადავდა დამთავრებული იყო დარჩენი მიდიოდა ფიალებით სმანელ. ახლა არიქა არიქა თოფის ლულა და არიქა კი კაცო გაფრენა ყოველთვის შეიძლება ახლა ყველა მაგრამ ის არ უნდა დაიკარგოს. საფუძველი არ უნდა დაიკარგოს ის რაზეც არის აღმოცენებული. პასკი შენთვის რომელი არის ყველაზე ესეთი გამოსარჩევი ტრადიცია ქართული? რთულია, ვიფიქრებ. და მე შემითხარ. სუფრის ტრადიციაში მე ალბათ უფრო სტუმართ მოყარეობას გამოვარჩევდი რა. იმიტომ რომ სუფრა, სტუმართ მოყარეობა იგივე კაცო, ხონარიათ. აი, ყურადღების ამბავში, მაგრამ არა მარტო სუფრაზე, ის ზოგადად რა, აი, კართა რომ მოგადგეს ახლა ვიღაცა უცხო. ეხლა სხვა ქვეყნებში რაც მოგვს ნანახი, ასეთ ყურადღებას, რასაც ჩვენ ვაქცევთ ხოლმე, სრულად უცხო ადამიანს, საერთოდ არ შეხედავენ კავკასია, აი, ჩეჩენი, ინგუშები, ეს ყველგან არის ტრადიცია სხვათა შორის. ეს მარტო ჩვენ არ აქვს. ყველგან არის. მაშინ ესეც სუფრაში გავატაროთ. სტუმართ მოყარეობა. კი, არა, არის. სტუმართ მოყარეობა, კაცო, ერთი ნაწილია სუფრის და რატო გინდოდა თუ რამე გქონდა საუკეთესო, სუფრაზე მოგქონდა სტუმარი რომ მოვიდოდა. ჩვენ გადავიდოდით ფხალზე, მაგრამ ხათავს იმას დაუკლავდით. ნამდვილად. და რომელი ტრადიცია, რომელიც არ მოგწონთ? დამასტრო. რომელი ტრადიცია, რომელიც არ მოგწონთ და თვლით რომ ან დროს ჩამორჩა, ან
არ არის საჭირო საერთოდ რომ იყოს. ან ცოტა პატარა შეცვლის ელემენტებს შეიტანს. ტრადიცია თუა ის როყოფილია უკვე. ტრადიცია ტყილა არ ჩამოყალიბდება. არ შეიძლება ის ყოველთვის განიცდის ცვლილებას, მაგრამ თუ კი ტრადიციაა და ვამბობ ტრადიცია, ის მისაღებია ისე როგორც მოვიდა. როგორ შეიძლება ტრადიცია იყოს და ცუდი ტრადიცია რანაირი შეიძლება იყოს? ხო შეიძლება დროს ჩამორჩოს. არ შეიძლება. ტრადიცია არის გაწმენდილი, გასუფთავებული მოდი შენამდე. კარგით, მაშინ არ გავაუქმოთ, მაგრამ პატარა ცვლილებები შევიტანოთ. აბა მითხარ იქნება მე ხო აბა რა არის? არა, თქვენგან მაინტერესებს, თუ არის რაღაცა ისეთი. პატარა ცვლილებებს რო შევიტანოთ, თქო არ გავაუქმოთ რა. ნუ ახლა ამ ხელა ქორწილები არ არის საჭირო და გინდა თუ არა მაინც და მაინც უნდა იცეკვოს დეპენდენტობალმა ცეკვა და დაჟლაყულობენ რაღაცა საშილად ხო ესეც ის არის რა იყოს რაც იცი ისე სასაცილოდ ნუ გაიხდი თავს კაცო ხანდახან დაუღუნავ ასე თავს და მწვენია ვიჟლაყუნობ სიძე და ხო რაღაცები არის რაღაცები ხო მაგრამ ეს არისო ტრადიცია სხვათა შორის ეს მე შეძენილი ახლა პედაგოგები შეიძინენ და ახლა სწავლობენ გავენ ცეკვებს საუბრობ. ხო არ ვიცი ხო რა ვიცი რა მე ისე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი სუდისთვის არ მემეტება დაკლულობისთვის არ მემეტება შენ რომელ ტრადიციაში მე მგონია ჩემი ერი ყველაზე სრულყოფილია მე არ ვიცი ხა მე რაც არ მომწონს ყველაზე მეტად რავი რო თქვა შეიძლება ბევრს ეწყინოს მე თქვა მაინც ხელეხი არ შემიძლია რა მაგაში მეც მოვდივარ რომ მეც არ მიყვარს არ შემიძლია რა იმიტომ რომ ჯერ მარტო გლოვიარე ხალხი ანუ გასაგებია შეიძლება რაღაც ახლა პირობითად ქალაქარეთ რეგიონებიდან ჩამოსულ სტუმრებს გაუმასპინძლდე მაგრამ შემდეგ რაც ხდება ხოლმე უკვე 1 საათის შემდეგ ყველა ერთმანეთში ირევა და ხილის უფროსო მსგავსება რავი მე ვერა რა უბრალოდ აი ვერა გასაგებია ახლა რაც მე გავიფიქრე ეს მაგრამ იმ წუთში უარყავი ახლა ამ პერიოდში გავიფიქრე ეგა რომ ოფილო კელეხი ხო კელეხი სულის სერება კაცის მაგრამ ნუ ამ ხელა რა თქმა უნდა არა არის ხა 200-300 კაცი ეს რა იყო ეს ტრადიცია მოდიოდა როცა ტრანსპორტი არ იყო ერთი კვირა მიცვალებული სახლში ყავდათ იმიტომ რომ უნდა ჩაბოსრულიყვნენ უნდა ყველას ეტირა იცი კელეხი რა არის ნათესაობის არ დაკარგვა გიფიქრეთ აბაზე ახლა გავხსნი შემებურად რამდენადაც საჭირო აქვს გარდაიცვალა კაცი არ იყო ახლა მაშინ დადიოდნენ მანქანებით და ურმებით და სად იყო მანქანაც კი არ იყო და მოვიდოდნენ ერთი კვირის მერე მოვიდოდნენ და ნახავდნენ ერთმანეთს ნათესავები შეხვდებოდნენ მერე იყო 40-ზე მოდიოდა ახლო ნათესავები ისე ხვდებოდნენ ერთმანეთს იმ გასვენების მერე პირველად მერე რაღაცა ვიღაცა მოკვდებოდა და აქედან მიდიოდა და იქაც ხვდებოდა ურთიერთობა არ იკარგებოდა ნათესაობა არ იკარგებოდა დღეს იკარგება ხო ტელეფონი გვაქვს ყველას ჯიბეში იკარგება სამწუხაროდ ხო აი მაშინ ეს იყო რაღაცა განახლებული ურთიერთობის საშუალება იყო კაცო ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ და ასე მეგონა და ეს არ იყო ტყილა მოგონილი ისა რომ არ იქა მოგდა ნათესაობა რატო იყო ნათლული რამდენი ხანი არ გინახავთ ალბათ სამი ნათლული მყავს და ერთი თვის წინახე ერთი ნათლული ბოლოს და შეიძლება ისინი წლობით არ მინახავს გათავდა აი მაშინ მოგიწევდა ნახვა იმას მოუწევდა არ იკარგებოდა მერე ზამთარი იყო და მიადგებოდნენ სახლში ჩავიდოდნენ იღა ერთი კვირა გაიყვოდნენ ესმის ეს ურთიერთობა იყო და ურთიერთობის საშუალება იგივე ქორწილიც ეს იყო რომ ხდებოდნენ ათლობა ისა და არ იკარგებოდა გვარი და ჯიში ერთმანეთთან არ იკარგებოდა აი ხა ეს მე ასე ვფიქრობ ასე მგონია ეს სულება რამ გამოიწვია როგორ ფიქრობთ აი მაგალითად არა მარტო ნათესაობის დაკარგვა ზოგადად აი თუნდაც ბევრისგან გამიგონია შედარება და მომისმენია რომ პირობითად 80-იან 90-იან 70-იან წლებში ბევრად უფრო ღირებული იყო ურთიერთობები ადამიანებს შორის მეგობრებს შორის და დღეს უკვე ეს არის შეცვლილი
და ბევრისგან გამიგონია ეს რომ მაშინ უფრო ფასობდა ეს მეგობრობა, ღირებულება, დღეს იმდენად აღარ არის ეს ადამიანური ურთიერთობები ერთმანეთთანო და ვიცი რა ხდება. ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას და თუ ეთანხმებით რამ გამოიწვია. ხო, არა, რა მიზეზი მინდა ახსნა. რამ დატვირთულმა დრომ ხალი გამოვიდა გარეთ. სამსახური ნახა. ხალმა დაიწყო უაზროდ სწავლა. ერთი რაღაცა ისწავლე, ხო, ახლა მეორე, მესამე. ეხლა მირჩა ეს კაცი კიდე დარბის იმასნა. ესე დაკავდა ძალიან გარეთ. სამსახურში დაკარგა, აი ცხოვრებისეული პირობების გამო დავკარგეთ ბევრი რამ. ფულის გამო დავკარგეთ ბევრი რამ. ეხლა როცა მარტოხელია, კაცი უკვე და დღეს ბევრია სამწუხაროდ მარტოხელი ქალი, კაცი, იმას არ ვიცი, სადნა წავიდა ის საკმა მარტო იმ თავისი შემოსაზღვრით არის მაყოფილი სადაც არის. ხო დალევს ერთ ჩქაქუნას გათავდა. ესმის არ ვიცი ახლა რამდენად იმაშვები, მაგრამ ამ მოთხოვნილებების გაზრდამ დაგაკარგინა ყველა არცალია. კაც მოუგდა მამა და ვერ ჩამოდის მაშინ ეგრე საზღვარგარეთ და არ ჩამოვიდა, იმიტომ რომ ის არ დამკარგო ისაო კაცო სამსახური იქაო და მე არ გამოგაბრუნო და ჩამოდი, მაგრამ ნახე ეს მამისის დაკრძალვაზე ჩამოდი კაცო. ქმრის დაკრძალვაზე ვერ ჩამოვიდა ერთი ჩემი ახლობლის ძოლი კაცო. ხო და დაკარგულია, აბა რა არის, ღმართს ვერ ნახავდა, ვერ დაიტირებდა იმის გულისთვის რომ უნიტაზი კონდეს ისა რა ქვია ხმარებაში მე უნიტაზი მსახურებს ვიზახნო ასე როგორია დაგვადაკრულებ მეტი არაფერი ჭამ სვამ და მორჩა ეგ არ არის ცხოვრების წესი და კანონი ამიტომ უფრო ჯობია ნაკლები ჩავიცვათ ნაკლების ჩილსო რა გააჩენსო რა ვაჭამო ყოველთვის მქონდა ხო გითხარით მთელი ცხოვრება ენთუზიაზმით ვიცხოვრე და ყოველთვის მაგვაკდა საჭმელი და სად მქონდა ხლები და შვილები და გადაქირეებს ცხოვრობა და ის აი როცა მეგონა ხვალ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა რა უნდა მიმეტანა სახლში იმ წუთში გამოაჩენდა ღმერთი ხან რადიო გამოჩნდებოდა ხან კინო გამოჩნდებოდა ხან აუცი არ მქონია შემთხვევა რომ არ შეეწყოს მერცხელი გააჩენს ღმერთი რომ შვილს გაგიჩენს იმას სარჩოსას გაუჩენს იმას არ არის ისე არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე რომ რატომ ერთი ტანსაცმელი ეყოფა 10 ბავშვს რაც გახევს ორი წლის ბავშვი რაც დახევს ამისთანაც და ჩააცვი რა ის გამონაცვალი არ მისდებოდით კაცო აბა რა იყო ახლა რატო გვიგვირს გამონაცვალს რატო ვერ გადულობ მთელი თბილისი გამონაცვალი დადის და სხვა ნახე ის როგორია ფილმები აწვიათ რაღაცა გამონაცვალია სხვა და ნუ გავდებთ კუცყავარზე რა. თუმცა მე ძალიან მიყვარს ჩემი ყველაფერი, მაგრამ არის ხანდახან ხო რაღაცები, რაც ხო უნდა მივხვდეთ იმას, რომ გადაშენების პირას ვართ. ვართ. ბატონო? ვართ. ვართ კიდე გადაშენებული ვართ. მაგრამ ვერ ხვდებით. კიდევ გონია რომ რაღაცა გადაშენებული ვართ. რამდენი ვართ? რამდენი შვილი ყავთ? მე ერთი. მე ჯერჯერობით ამყავს. რატო რას უყურებ? ჩემ შვილი შვილსაც ეხება. დადიან ძაღლით. შვილითი არის კაცო? არ ვიცი, ამიტომ რაღაცა უფრო პატრიოტიზმა გადაიწია იქეთ. უფრო ყოფითი რაღაცები უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჩვენთვის ვიდრე პატრიოტიზმის სამშობლოს სიყვარული და ქვეყანა. ჩვენ თმობთ, ჩვენ ჩავრთეთ თვით განადგურების კოდი ქართველებმა. ახლა შეგიტყვათ ამის ისეთი ვითომ კი არა, აბა ნახე დაუგვირდით თუ არა შეხედე. მედია რომ სადღაც მაინც არა. სადღაც ის ბავშვი თუ არ გააკეთე მორჩა დამთავრდა. 2-3 შვილი დღეს არაფერი არ არის ჩვენთვის. მეც ორი შვილი უყავს, ვის რა უნდა უთხრა. ხო, მაგრამ ახლა მე რო გაგვიჭირდა ძალიან, მაშინ კიდე ვიყავით რაღაცა, კიდე დედაჩემს 6 შვილი ყავდა.
6 შვილი ყავდა და მარტო მე ვარ ცოცხალი დღეს. ესმის რა ხდება? და ერთი მყავდეს და ისიც ყავიო, იქნება არ გაძლევს ერთის მერე რამეს. და თავდება იქ ყველაფერი. რამდენი მომხდარა ესე და რამდენი ეგეთი შემთხვევა. ამაზეც უნდა ვიფიქროთ, მარტო მუცელში რა ჩავიყარო, არ არის უკვე ეს ჩვენი ისა. აი აქედან და უნდა დაიწყოს ახალგაზრდებმა, რა ვიცი, თუ რა შემიძლია უთხრა, აი აქედან უნდა დაიწყოს ფიქრი ქართველმა, თუ უყვარს მისი ქვეყანა და თუ უყვარს სამშობლო. სამშობლო თუ უყვარს მისი, აი აქედან. იმიტომ რომ სხვამ არ უნდა დაიკავოს შექვეყანას შენი ადგილი. თქვენ ახლა თუ გასულ ხართ, გარეთ გაიხედეთ პატარ-პატარა და ნახეთ, რამდენი ჩვენი ადგილი უკავია სხვას. სამწუხაროდ მაგაზე ეს საზოგადოებრივ რო ხმა ამოვიღოთ და რაღაცები თქვათ ეგრევე ქსენოფობის სტატუსს მოგვანიჭებენ. რა ქსენოფობი კაცო? იაპონიაში მაგ ნანახი. ისინი რო იჯდნენ რა დაანებეთ ამ ქსენოფობიას და რა ვიღაცების რაღაცა მოკერებული მასა. იაპონიაში რა მაგ ნანახი იცი? ევროპელები რო იჯდნენ ბიჟუტერიას ყიდდნენ მეტროებში. დუბინკებით დაზებდა იაპონური პოლიცია. არაჩერებდნენ ნარსად. რა ქსენოფობია? ვინ მოიტანა? საიდან რატო აქვს ქსენოფობი ჩემ ქვეყანაში? მე უმცირესობაში ვარ უკვე და ქსენოფობია ეგა? აბა გადათვალეთ თუ არა ვარ უმცირესობაში. ერთი პრობლემა ის არის, რომ კიდე ძალიან ბევრი ადამიანი მიდის უკვე ქვეყნიდან. ერთი ამდენი აქ ვარ და ერთი ამდენი ალბათ კიდე ემიგრანტი არის. რატომ მიდის? საქურდლად მიდიან. თუ არ მიდიან საქურდლად. ძალიან დიდი რაოდენობა მიდის კიდე. გამარჯობა. დღე არ გავა, ისეთი ამბავი რო არ გავიდა. ჩემი შვილი წავიდა 93 წელში, დაამთავრა გერმანული ისა და ახლა რა პერიოდი იყო, მაშინ თქვენ არ გახსოვთ ახლა ეს საშინელება. მიხაროდა რომ მიდიოდა. ახლა ცრემლი მდის, რომ ისინი ჩამოსვლელი არაა ჩემი შვილები არც ერთი აქ. და იმის ირგვლივ ადამიანები არიან, ერთმა მოვიდა და ასე შემოგთავაზა ოქრო. ეს ამას მოგცემო $2000. ერთი პეშვი ოქრო იყო ეს. ნუ თხარ მე სადამ აქვს, სად ყოდა $2000 მაშინ გაწმეს. მოხ პოპარული იქიდან ნაკურდალი. არავის არ შეჩენია ეს, მაგრამ ამის გამო აგერ კაცო დღეს მუშახელს ვერ იშოვე. ახლა რო არ შემეძლო ვენახის მოვლა, იმიტომ ვერ ვნახე, ვინმე მომხმარე თუ არა ფულს ვიხდიდი, ხო? რო ვერ ვნახე, ვერავინ დავანებე თავი, მე ამიტომ აღარ შემიძლია და ახლა იმას ჯანი უნდა, კაცო, მოვლა უნდა და ასვლა უნდა და შეძავლა უნდა და გაფურშნა უნდა, რამდენი პროცესი უნდა, ხო? არ იყო დავანებე თავი. იქ მიდიან და იქ მარწყსულიან. წაგვეზული დადის ეკაცია ქალია და ყველა ქართველი. იმიტომ რომ 30 ევრო აიღოს დღეში. ვერც იღებენ მაგდეს გონია. აი ეს, მაინც ახლა თქვენი ახალგაზრდობის პერიოდში, მსგავსი რაღაცა რო წარმოგვედგინა კიდეც ძალიან დიდი სირცხვილი იქნებოდა. რატო შეიცვალა? ეხლა რატო გახდა აი ასეთი? თუნდაც იგივე ახალგაზრდობა მიდიან, ჩემი ტოლი ბიჭები, ბასკის ტოლი ბიჭები მიდიან, ქურდობენ, საცხრად იხდიან საქმეს და შემდეგ წლობით ზიან იქ და რეალურად შეუულიათ რომ სამუშაოდ წავიდნენ, რაღაცა პატიოსნად იშრომონ და თუნდაც ის ჯამაგირი გამოაგზავნონ მერე არავის არ უნდა შრომა და იმითო. და ადრე ხო წარმოუდგენელი იყო აი მსგავსი რაღაცის გაფიქრებაც კი. სოფელში მითხრა, ბიჭო, სამუშაო ადგილები გვინდაო. სოფელში, ჩემთან სოფელში სამუშაო ადგილები. ბიჭო, ამდენი მიწა გაქვს, ვთქვა, სამუშაო ადგილი არ არის, არა, რა უნდა იცი, პაწყონი უნდა ასფალტზე და ესე გადათვასის და გადმოდოს, მეტი არაფერი, თოხი არ უნდა და ბარი არ უნდა და ის რითაც დოვლათი ქმნის ადამიანი და ქართველი რითაც ამბობდა, რითაც არსებობდა, ის არ უნდა დღეს. უღელი ხარი არ არის ჩემ სოფელში. იქ როგორც 1000 წლის წინათ იყო მუშაობა უღელი ისე უნდა ტრაქტორი ვერ მუშაობთ არის და ის არაფერი არ შეცვლა იქ. თოხი ბარი ხარუღელი. არ არის, კაციც აღარ არის უკვე. 20 წელია ჩემ სოფელში ბავშვი არ დაბადებულა. და რა სურჩევთ ამ ყველაფრის შემდეგ?
რას უსწრებდა მარტო ახლა ამას ვერ იზამს მარტო გლეხი იმიტომ რომ იმ გლეხს ხელი შეწყობა უნდა მას არ ყოფნის დღეს სხვა ტექნიკებია საჭირო სხვა რაღაცაა საჭირო სოფლის მეურნეობა უნდა მიეხედოს სოფელში უნდა დააბრუნო კაცი მიცე რაღაცა და უთხრა აი გამრავლდი აქ იყავ არ ვიცი რაღაცას ჩემ მოცნებას ვლაპარაკობ ახლა მე თუ ასე რო არ ხდება ეს ამავე კი ვიცი მაგრამ რა ვქნა მეტი გზა აღარა მაქვს უკვე და მეტი ვეღარ მე სხვა გზას ვერ ვყურებ გზა უნდა გქონდეს კი შევიდა ახლა რაღაცა გზა შევიდა გაზი შევიდა ის შევიდა მაგრამ იმ გაზის მომხმარებელი კაცი აღარ არის სოფელში ეხლა სადაც არის ისინიც დომინოს თამაშობენ კახეთში მოყავთ მეგობრები ყავს ახლა მე ვენახები ისი აზერები ჩამოყავთ სამუშაოდ ჩვენი მიდანა ქართველები დომინოს აჭახურებენ იქა ეგ ხო ადრეც იყო ჩვენ უყურებდით სხვები მუშაობენ ხო ადრეც იყო ეს მაგრამ კოლექტივს გაგდებული ყავდა გინდა თუ არა მაო ახლა გვაძალებენო და ჩემ უფლებებს ლახავენო ახლა ქვეყნის უფლებებს ლახავ შენ და არ გესმის არ ძალიან რაღაცა სხვანაირი მიდგომა უნდა უფრო არ შეიძლება ლიბერალური მიდგომა არც ბავშვზე და არ არის ლიბერალიზმი არ არის თლათ ისეთი ფორმა ცხოვრების დაარსებობის ბავშვ თუ ყური არ აუწიე ბავშვი აიღეთ თამაშობს ბავშვი და აფუჭებს ბავშვი რო თამაშობს კი არაფერს აკეთებს აპირით აფუჭებს ეს არ უნდა დაუშალო კაცო მანქანას რო უყიდი ბავშვს ატვერკას ხრიში და გამოუღებს მუცეს შეხედა ახლა ხო უნდა უთხრა ასე არ ახლა არ რაც უნდა ისხნოს ბავშვს კაცო რაც უნდა ისქნას როგორ უნდა ასწავლო რაც ინდა ქენი ისე მაგასთან დაკავშირებით მაქვს ერთ-ერთი ქართველი ფსიქოლოგის მონოლოგი მოსმენილი როდესაც ბავშვი პატარაობაში რაღაც საფუჭებს აი პირობითად მაცურიდან გამოიღო კვერცხი ხელი გაუშვა დააგდო გატეხა ის ბავშვი არის დაკვირვების პროცესშიო მაგ პერიოდშიო რა რაღაცებს აღმოაჩენს საკუთარ თავშიო და შეიძლება 5 წლის ასაკშიო იმ კვერცხის გატეხვითო აი თუნდაც იგივე ფიზიკაში წავიდესო რაღაცა პროფესია გაიყვაოს კიდე ევრიკა დაიძახოს თქვა უთხარი ევრიკა ხო ხო და აი ბავშვობაშიო რაღაცებს რო უშლითო მე იმას ჩაკეტილობის სინდრომი უჩნდება და რაღაცებიო და შემდეგო როცა გაიზრდებაო და სრულწლოვანი ხდებაო მაშინ იჩენსო თავსო ესო რა ინტერესს უკლავთო ბავშვო ჩვენო რა რაღაც ეგეთი რაღაც მაქვს მოსმენილი ერთ-ერთი ფსიქოლოგისგან ეს ჯავახიშვილები და მოსხელიშვილები და ისინი კვერცხის გაკეთებას უკვირდებოდნენ და იმის ეს კვერცხი პირობითად რა ის ხო არა ეს არ გამართლებაა რაღაცა იმ თვის აქციელების რასაც თვითონ ჯერათ ისიც კაითოთ მაგრამ აი რა არ არის ასე ღრმად დაიბად ბავშვისთვის ის არის მომენტალურად მოქმედებს ის კი რაღაცა აინტერესებს რა არის შენ არა ახლა კვერცხი თუ ყოველდღე ამტრია იმან ერთხელ ხო დაინახა როგორ წდება მესამე და სულ თუ ამტრია მაშინ უნდა მოსწყო მაგრამ უბედურება რა შეეცი ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყნის სტატუსი და სწავლების ფორმაც შემოიტანეს განვითარებადი ქვეყნის შესადარისი ხო აი ეგ არის უბედურება ამიტომ თუ გინდა შენ ერი დაიქცეს და მოისპოს სწავლის პროცესი უნდა გაუიოლო და გაუფუჭო და მოусპო აი ეგ არის ყველაზე მეტად საშიში და სახიფათო არაფრით გოგებაშვილს რო იღებ საქართველოა გაზრდილი გოგებაშვილზე და რუსები დღეს რო ასწავლია გოგებაშვილის წიგნით ასწავლია კიდე გოგებაშვილი შექმნილია რუსული წიგნით იმას იღებ და ვიღაცა ბიჭიკაშვილი შეგაქვს იმაში კაცო და რა იყო იცი ყველა მასწავლებელს ჰქონდა თავისი სწავლების პროგრამა იმ მასწავლებელი ყველა გენიოსი კი არ არის კაცო და ყველა ის ამონაშვილი კი არ არის ზოგი ბევრი შტერიც არის იქა და იმას რო აძლევ შენ უფლებას გაგიზარდო შვილი რატო რანაირად და არც იცვლება რაიმე აი ხო მოვიდნენ ახლა ესენ ხო მოსული არიან რატო არ ცვლი რა იმეს მაინც რატომ მიდიხარ იმ შემოგდებული პროგრამით
მაგაც სამწუხაროდ მე არ მაქვს პასუხი. ხო, არა, არც მე არ მაქვს პასუხი, მაგრამ ბიჭო, სურვილი მაქვს გქონდეს პასუხი და სურვილი მაქვს იყოს რაღაცა სხვანაირად უფრო შეცვლილი. სწავლება როგორ შეიძლება კაცო, მასწავლებელი გურუ იყოს დაჩაგრული სკოლაში? მას ვერ იყოს მასწავლებელი, საყვედურს ვერ ეტყვის ბავშვს. და მიუშვა იმანაც ახლა ამის გულის და იმანაც მიუშვა. და ბავშვს რომ მოიუშვებ ცუდია. ბატონო დავით, ეხანდელი ახალგაზრდები რა შეგვიფასოთ? ახალგაზრდები და რა რჩევას მიცემდით მას? მათ. ეხლა ახალგაზრდობა ეგ იმედია და ეს არის ბაზისი ჩვენი ქვეყნის ანერა შეიძლება ახალგაზრდა კაცო არ იყვნენ და მე გაოცებული ვარ ხანდახან მაქვს შვილებთან შვილიშვილებთან ურთიერთობა ხო საოცარი ცნობა საოცარი ინფორმაცია აქვს საოცარი ჩემი თავი ეხლა მე აი 15-16 წლის ბავშვთან აი ეხლა არ იმათ რა ესე შიშით იმიტომ რომ არ ჩავიჭრა რაიმეში კი ეს აქვთ მაგრამ ძალიან რა იცი უმეტესობა სერელე დამოკიდებ ამ ტელეფონით რო ხარ მთელი შეიძლება თეატრში იყო სპექტაკლს უყურებ და ტელეფონის იყო ჩაჩერებული შეინახა ტელეფონი უცბად ხო არა აი მითხარით ხო აი მითხარი კინოს უყურებდე და იმას ტელეფონში კითხულობდე იმას მესიჯებს კაცო არა ეგ რა არის ეს არის მე თან ვისაც რა უნდა იმას ჩაგიდებს ტვინში ამიდან აი ამ ტელეფონიდან ვისაც რა უნდა თუ ვინმე მაგვარანცხი გამოჩნდა იქა იმას ჩაგიგდებს ტვინში და გაკეთებს იმაზე დამოკიდებულს რამდენი იყო ეგეთ დამოკიდებული რა უბედურებები მოხდა ამ დამოკიდებულებებით ხო გახსოვს ამათ სათამაშო გავხადეს ამის ხელში ვარ სათამაშო და მიჯაჭულია ახალთაობა ყველაფერზე თუმცა არიან ღმერთთან უხრას რომ არ იცოდნენ და ისეთ რაღაცეები მესმის და ისეთ რაღაცებს ისე შენობენ და აზროვნებენ რომ მაგრამ ნაკლებია მაინც პატრიოტიზმი იოლი გახდა ოჯახიც იოლი გახდა დედაჩემმა მითხრა შვილო შენ ახლა სამსახიობო და არტისტობა და ოჯახს არ უღალატო მითხრა დღეს ახლა ღალატი ოჯახის ეს ღალატად არც მიაჩნიათ ის რომ წამოხვალ სახლიდან დატოვებ შვილს ერთ მეორეს და წახვალ ღალატად არ მიაჩნიათ ესეა რა ასე მინდა მე და ჩემი უფლებები რატომ და შეიძლება აუფლებები კაცო ვალდებულება გაქვს უკვე ადამიანს ვალდებულება ოჯახის და ქვეყნის წინაშე ის კი არა გიყვარს არ გიყვარს შენ თავს გადააბიჯე და გახადე შენი თავი იძულებული რომ აი შექმნა ის და ის ბავშვი არ დატოვა ისე რომელიც შეგააჩინე თვითონ რომ გიყვარდა და გეგონა მაშინ რატო ხედი კაცო ის და შეიძლება მაგის ის უცოლ შვილოთაც და რომ ვალდებულებები უფრო მეტ პასუხისმგებლობა მე ურჩევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ახალგაზრდებს თორე განათლება არ აკლიათ და ჯანი არ აკლიათ და ცოდნა არ აკლიათ და მე არ აკლიათ უფრო მეტ პასუხისმგებლობა და მივხვდეთ რომ რა არის ქვეყანა რა არის სამშობლო ამ ტელეფონმა გამოგვაცალა სამშობლოს და ის ხო გეუბნები ის არის რასაც გადახობენ იქიდან იმას მაშინ და სამშობლოზე სამშობლო ახლა ამოვიღეთ ჩვენ თორე 30 წელიწადია მე საქართველოს სამშობლო პატრიოტიზმი არ გაბიგონია ამოგდებული ქონდათ ეს კონტექსტი და თლიადად მამული და რა მამული არა აი მამული ტრადიციებზე რომ საუბრობდით მაშინ თქვით თქვენ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის თქვენი საყვარელი ტრადიცია არის სუფრის ტრადიცია ვიცით ასევე ხართ ძალიან კარგი თამადა ამ თამადობაზე რო გითხრათ რა არის თქვენთვის თამადობა და ქართველი ადამიანისთვის კაცისთვის რა არის თამადობა
ხო, რამდენი კარგი მჭერმეტყველი ხარ, რამდენი მეტი განათლება გაქვს, რამდენი მეტი იუმორი გაქვს, იმდენი კარგი თამადა ხარ. მე ახლა ვერ დავიკვეხნე ამ ვერც ერთი ტრაჭა მოვთვალე. ნუ ახლა ჩვეულებრივად არის რა აქ რაღაცა, მაგრამ ერთი მაშვება ყველაზე მეტად რომ რატო მიყვარდა ყოველ შემთხვევაში ახლა იმასაც ენერგია უნდა და ძალა უნდა თამადობას. ხო, ახლა აღარა მაქვს მაგდენი თავი უკვე და ხო, ყველაზე მეტად არის რომ წეღავთქვი ამის ვისაც არ იყოს სუფრა ლოცვა და მოდი ამ პირველი სალოცავით ასე გავუმარჯოს უფალს გავუმარჯოს. ახლა ეს დავილოცოთ. ახლა ეს და რასაც მართლა ეკლესიაში ჩავდივარ და ლოცულობ, იმას ვაკეთებ სუფრა. ამიტომაც უფრო და მე რამდენად იმაში და წარმოაჩენ ახლა რამდენად კარგად იწვი დაუშვათ შეყვარებული სადღეგრძელოს, ხალის სადღეგრძელოს, რამდენად მჭერმეტყველი იქნება, იმდენად საინტერესო კაცი ხარ და იმდენად საინტერესო თამადა. თორე მე ვერაფერია თამადა შეიძლება ერთი გარდალიოს სუფრასთან ისე ითამადო და იყო უვინოთ, მაგრამ ურთიერთობით დამოკიდებულებით ხორციკში შეიძლება ითამადო კაცო უვინოთ. ბატონო დავით, თქვენი ცხოვრება რომ ფილმი იყოს, რომელი ჟანრის ფილმი იქნებოდა და სახელს რას დაარქმევდით? სატირა. სატირა იქნებოდა, მე მაინც ესე უყურებ უფრო. არა კომედია, არა ტრაგედია. სატირაში ორივე ეს არის. რა იყო ყველაზე რთული თქვენ ცხოვრებაში და როგორ გადალახეთ? არ ვიცი. არ მიფიქრე ამაზე. მე უფრო სუბუქად უყურებდი. მოვლენებს მე რო გადიოდა უფრო სუბუქად ხედავდი ყველაფერს, მაგრამ ბოლო ძალიან გამიჭირდა ჩემი ძმის გარდაცვალება. ჩემზე უმცროსი იყო. ხო, ვერ წარმოვიდი უცბად მოვედი სახლში და დამხვდა შვილი და მეუნება ვერ წარმომედგინა. ამდენი და მომიშვილი მაკლდა მანამდე, მაგრამ აი ეს ვერ წარმოვიდგინე და უცბად ვიხდი რომ ცუდათა ვარ გავიდა დრო და დამერთო შაქარი. ამ ნიადაგზე. ხო, ძალიან ახლაც კი რამდენი წელი გავიდა უკვე 6-7 წელი გავიდა რაც გარდაიცვალა და ახლაც კი სულ ახსენებ რომ გონია ახლა გააღებს კარებს და შემოვარ. ხო. ეგეთი რა ვიცი ახლა უბედურება იმდენი მაქვს გადატანილი ყველა რომ მოყვე და ხან სასაცილოდ არ მემაჩნია უკვე დრო რა გასული. მაგრამ აი ყველაზე ბოლოს ესეთი ძნელად გადასატანი ამის გარდაცვალება იყო ჩემი ძმის. ერთხელ მოვყევი ბავშვი ვიყავ პატარა და ბევრჯერ მოვყევი, მაგრამ ახლაც მოვყევი, იმიტომ რომ ესადაგება ძალიან ამ იმას. ახლა აღვიქვი და მაშინა პატარა ბავშვი ვარ, ესე თამაშობ და პატარებლით მოვდივარ და აქეთ დედაჩემი ზის, აქეთ მამაჩემი. დედაჩემს გახურული ბავშვი უკავია ხელში აი პატარა თეთრი ნოჟი და ტირის. მამაჩემი ეუბნება, ნუ ტირი თორე ჩაქვსვამენო. თურმე ჩემი და ქუთაისში გარდაცვლილა პატარა. და მოყავდათ იმის საშუალება არ ქონდათ რომ სპეციალურად გადაბალგი წამოეყვანათ ანაღაც და ასე ხელში როგორც ცოცხალი მოყავდათ ისე. მე მაშინ ვერ გავაცნობდი, არც ვიცოდი, ბავშვი ვიყავ და მე თამაშობდი პანჯარასთან იმატარებელში ხა. მაგრამ ახლა ხო ხვდები რამხელა უბედურების მატარებელი იყო ის დედმამა ჩემი და რამხელა უბედურების მომსწრე ვიყავი, რომელიც ახლა გავიგე. ახლა შევიცანი. ასე რომ ცხოვრებაში ხდება რაღაცები ისეთი, რომელსაც ძალიან გვიან გებულობ, მადლობა რომ გვიან გავიგე, საერთოდ ვერ გებულობ და უბედურია ეს საერთოდ ვერ გაიგებს რა ხდება.
და მაშინ ბოლოსკენ რო გავედით თქვენი აზრით რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი? ფიქრი. ჯერ უნდა იფიქრო და მერე გააკეთო. ვინც აკეთებს და მერე ფიქრობს, ცუდია. ფიქრმა უნდა დაასწროს და მნიშვნელოვანი უნდა იყოს ფიქრი. შენი საქციელების ერთი ნოდარ დუმბაძეს აქვს ესეთი. დიდრო ნაწარმოები აქვს. დიდროემო თვალები გადაატრიალო და ტვინს გადახედაო. აი ესე ადამიანმა უნდა გადაატრიალო და გადახედო ტვინს ყოველთვის და აი ნახო იქ იმ ტვინში რა ხდება და იმ ანალიზის შედეგად უნდა იცხოვრო. აი ეს მგონია რამდენად ეს დამაჯერებელი ვიყავი არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფიქრი უნდა. უფიქრალი ადამიანი არ ვარ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიქრს. ჩემი პროფესიაც ფიქრიდან იწყება. ერთხელ რო ვიღებ, ფიქრობ. ეხლა სახში რო წავალ, ფიქრობ იმაზე, ის რა უნდა გავაკეთო. სხვანაირად არ გამოვა. ფიქრია მნიშვნელოვანი. და შემდეგ წაღმართი ფიქრი, ოღონდ. წაღმა უნდა იფიქრო. ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში ისწავლეთ, ცხოვრება გასწავლეთ. ურაიც, ყოველი დღე სასწავლებელია. ცხოვრების ყოველი დღე მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელია. ერთ დღეში არ ვიცი რანაირად შეიძლება ერთ დღეში ისწავლო ყველაფერი, ან ერთ დღეში მოხდეს შენი ტრანსფორმაცია. ეცი. ბევრმა რაღაცა. გაჭირვება მასწავლა ბევრი რაღაცა. რანაირად უნდა იცხოვრო გაჭირვებასთან ერთად. ხო. მე ვიცი რანაირად უნდა იცხოვრო გაჭირვებასთან ერთად. ახლა ამასახში შედარებით აღარ არის ისეთი, მაგრამ ეს მასწავლა ცხოვრება, რომ შეიძლება კაცი იყო უმადური, იმიტომ რომ ანდამაიც არ ახარ შეგეხლა ისეთი, როგორც სხვა და არ ფული არ არის მნიშვნელოვანი. იმ გაჭირებს გადალახვა მნიშვნელოვანი. და ადამიანად რო დარჩები, მაშინაც კი აი გარ მნიშვნელოვანი. ისე ყველა ადამიანია, როგორ ფიქრობთ? არა, კაცი ადამიანი არ არის ყველა ადამიანი. ქვია ყველა ადამიანი. და რა აქციოს ადამიანს? ადამიანობა, სიყვარული. სიყვარული აქციოს ადამიანად. რომელ სამ ფილმს ურჩევდით ახალგაზრდებს, მაყურებლებს? ან თუნდაც ჩვენ თუნდაც. ჩვენც ახალგაზრდები მაყურებლებს. ქართულებს? ნებისმიერ. ქართულების ვთქვათ. ქართულები საოცარი ფილმი გვაქვს კეთო და კოტე. ჰოლივუდში მაშინ ვერ იღებდნენ ამ დონის ფილმებს. ნანახი მაქვს. ჰა? ნანახი მაქვს. საოცარი ფილმი გვაქვს ქართულებს დაკარგული სამოთხე. გახსოვთ? კი. მე არ მაქვს ნანახი უყურებ. ხო. ხო. დათათუთაშხია ეს ზერიალი მონა და ჯარისკაცის მამა. ხო, ჩვენები ესეა. მე ახლა ნაკლებად ინფორმირებული ვარ საზოგადოების სიმღერებით და ისიც და კი უსმენ, მაგრამ არ უსმენ. კინოებსაც ისე ძალიან მოხდა ამერიკული კინოები. იცი რა არის? რომელი ფილმი იყო? არ ვიცი ახლა თითქმის ყველას უყურებ, აი ვესტერნები უფრო მიყვარს და რაღაცა გასართობად უფრო უყურებ და რაღაცა ხო, თორე არა ჩვენ სხვა კულტურა გვაქვს, ფილმის სხვა კულტურაც გვაქვს. ერთი კარგი თვისება აქვს, იცი რაც აკეთებენ. ამერიკელი მსახიობები საოცრად იციან პროფესია. ისე გაივლიან 2-3 წუთიან მონაკვეთს უსიტყვოდ. რომ მიხვდები რა უნდოდა. აი ეს არის პროფესია, ეს არის უმაღლესი პილოტაჟი. იციან ეს უმაღლესი პილოტაჟი, ხო? უსიტყვოდ. სიტყვა ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანია.
უსიტყვოდ გადიან ამ პროცესს და ყოველთვის ვცდილობ რომ აი გავიარო ეს პროცესები უსიტყვოდ და მინდა დავიმსგავსო, მაგრამ რამდენად ვახერხებ, არ ვიცი. არც აქვს საშუალება. იცი რატო? იმიტომ რომ იქ საზღვარგარეთ ამერიკაში განსაკუთრებით ყველაფერს აკეთებენ არტისტისთვის. ჩვენთან რა განსხვავება იცი? არტისტი აკეთებს ყველაფერს. განათებაში უნდა ჩადგე, მუსიკაში უნდა მოусმინო, ის შუქი შედა. ყველა პირობას უქმნიან. და ამიტომ შედეგებიც აქვთ. მეტაკლებად რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენთან არაფერი ის არ გქონდა და მაინც რა ფილმები გვაქვს გადაღებული და რა საოცარ. ამიტომ ვიცი მაგარიერი ვართ. არ ცხენია მის თქმა. აუ ნუ იცი შენ ახლა იბასავით დაიწყე ვიღაცა დამისახელება. არა ვარ და მეცნიერო რომ ყველა მიცოდეს ეს ყველა ახალგაზრდებიანად რომ ძალიან მაგარიერი ვართ. ძალიან მაგარი. განსაკუთრებით ამ კავკასია, მაგრამ კავკასიაში ჩვენ ერთ-ერთი ჩვენც. თორე ნუ არ ყოფთ იმ კავკასიას, ეს კავკასუსია, დიდიერია, თეთრიერი, ეს აქედან დაიწყო ყველაფერი და ამას უნდა. და ბოლოს შემდეგ სტუმარს რა კითხვას ან რა რჩევას დავუტოვებთ? მოდი კითხვას და რჩევაც. ორივე. კარგი. ხო, ახლა თუ მსახიობია ეცადოს რომ ყველაზე მეტი დაკავდეს ამ საქმით. ყველაზე მეტი ამ საქმეში აკეთოს და ერთგული იყოს. იმიტომ რომ არტისტობა ცოლივითაა, თუ ყურადღება არ მიაქცია და არ იმასგები გეღალატებს იმ წუთში და გაგაგდებს, ან თვითონ გაიქცა. ხო, ამიტომ ეცადეთ რომ ყარად იყოს ამ იმიტომ რომ ერთხელ შეხვალ რაჯი ერთხელ მიხვალ ნასვამი მეორეჯერ აი კიდე ფეხზე მე გეტყვიან აი კაცო ამან არ მინდა ისე გაგწევენ გვერდზე ისე ჩაგაჩოჩებენ რომ ვერ მიხვდები არა შემთხვევაში ასეთი რამდენიც კიდე უნიჭიერეს ხალხი დაღუპულა იმიტომ რომ ეგონა რომ ბიჭო ლოთობით იწყებენ არტისტობას სმით ბოჰემით იწყებენ არ არის კაცო ჯერ არტისტი გახდა და მე დალიე თუ გინდა ლოთი რო ხდები ჯერ და არტისტობა გინდა არ გამოვემაგზავნა იმ თუ ჩაგაჩოჩები სცენისტვერი გწამლავთ ხო კი ამან იცი საოცარი მოურჩენელია სცენისტვერი არის მოურჩენელი სულ ფიქრობდი მე სცენისტვერი რატო სცენისტვერი და მოწმინდა და აღარ იქნება მტვერი მაგრამ თურმე სხვა მტვერზია ახლა ბარაკი ხო სხვა მტვერზია ახლა ბარაკი ბაცილაზია ლაბარაკი რომელიც ადის თეატრში მოძრაობს და რა ვიცი ბაცილა მტვერი კი არა ბაცილა მოურჩენელი ბაცილა რომელიც ჩაგისახლდება და მე აღარ გამოდის შენგან სტუმრისთვის კითხვაც რო დავტოვოთ. ის რჩევა იყო, ჯერ სტუმრისთვის კითხვა დავტოვოთ და შემდეგ ნახატი რო შეგვიფასოთ. ეცადე ჩემზე კაი რესპონდენტი იყო. ხო და ამ გაჭირდება ძალიან. არა კაც რა ეს. ხო, წარმატება მინდა უსურო. ის არ მინდა. წარმატებას უსურვებ და ხო. საქმეს არ უღალატოს, საქმეს არ ეღალატოს. იმიტომ რომ ბევრი მაგალითები გამოჩნდა საქმის ღალატის და არ შეიძლება. რა ვიცი იყო კითხვა? უფრო რჩევა იყო კი. ხო, რჩეული კითხვა. კი ბატონო. ნახატი რა შეგვიფასოთ? ხო. აი ეს მართლა კი არ შემჩნევია. ეს მეფესავით პოდკასტი, აი დავითა ნახე რა იმაშია მეფესავით ხო ეს რაღაცა ის რო იყო რა ქვიან იმას აფიშა რო იყო რაღაცა იქედან მე მგონი რაღაცა ესე ვიყავ მაშინ აი საინტერესოა ხო გრამას გაჩუქებთ გვირგვინი ბატონო გაჩუქებთ წაიღეთ სამახსოვრად დაგჭიროთ ეს სპორტისგან და ჩვენი პოდკასტიდან გექნებათ დიდი მადლობა მობზანებისთვის და ესეთი საინტერესო საუბრისთვის მაყურებელს
რა ჩვენ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი Crystal Sport-ის. დაგვილაიქეთ, დაგვიწერეთ კომენტარები. რა შეთანხმებით ბატონ დავით, რა შეერთახმებით ბატონ დავით, ვიდაოთ, ვიკაბათოთ. ხო, კი ბატონო და მეც გავითვალისწინებ მეც რა რჩევებს რაღაცას. ორმესი მადლობა ასეთ საინტერესო საუბრისთვის. მადლობა ჩვენს მაყურებელს ყურადღებისთვის და დაგმშვიდობებით მომდევნო ეპიზოდში. ვიცოც დიდი მადლობა მოწვევისთვის და აბა წარმატებები დაგისურვოთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.